გურჯაანის სათნოების სახლს დაფინანსება ეზრდება. მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით AIP თანადგომისთვის 2025 წელს დამატებითი თანხები გამოიყო. შეგახსენებთ, რომ სათნოების სახლი 400 ბენეფიციარს ემსახურება და 6 დღის განმავლობაში უფასო სადილით უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს პირველი ბიუჯეტი იყო 560.000 დამტკიცებული, მაგრამ ბენეფიციალთა რაოდენობა ემსახურებოდა ამ პერიოდისათვის 300 ბენეფიციალს. საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილებით დაემატა ვაჩინაძიანის მხარეს 100 ბენეფიციალის მომსახურება, ამიტომ განისაზღვრა 400 ბენეფიციარით და მომავალი წლისთვის სრული ბიუჯეტისთვის, რადგან მომსახურება გასწიო სრულად, განისაზღვრა 780.000 მისი სუბსიდია, რომ სრულყოფილად მოხდეს თბილისის მუნიციპალიტეტის დაფარვა ყველა ზონაში ამ ბენეფიციარის კვებითი მომსახურებით.